სხვა თემებს ბატონ პრემიერო მინდა გკითხოთ იმედის კვირის ექსკლუზივთან დაკავშირებით ეხება გარკვეულ სქემას დაფინანსების. როგორ იღებენ დაფინანსებას ევროპული და ბრიტანული ფონდებიდან საქართველოში ონლაინ მედიების სოლიდურ თანხაზეა საუბარი და საუბარია იმაზე, რომ ეს თანხები ხმარდება ცრუ ნარატივების გავრცელებას მნიშვნელოვანი პროექტების ირგვლივ. თქვენი შეფასება როგორია, როცა ასეთ სქემებს ისმენთ? ეს კოორდინირებული სქემა პრინციპში ხელის გულზე დევს, თუმცა კარგია, რომ ჟურნალისტურმა გამოძიებამ კონკრეტული ფაქტები და დეტალები გამოავლინა ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, ყველა ხედავს, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებენ კონკრეტული უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის განვითარებას, კონკრეტულად ხელი შეუშალონ ჩვენს ქვეყანაში სტრატეგიული პროექტების განხორციელებას, სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების განხორციელებას. ამის უკან დგას ერთადერთი ინტერესი, რომ რაიმენერად სადონ საქართველოში პროცესების განვითარების შეფერხება, მათ შორის ეკონომიკური განვითარების პროცესების შეფერხება. ხედავთ, რომ ამ კუთხით მაინც წარმატებული ვერ არიან, ჩვენ გასული 4 წლის განმავლობაში ჰქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა 9.7%, თუმცა რომ არა ასეთი ტიპის აქტივობები, რომ არა უცხოური აგენტურა და მათი საქმიანობა, მათი საბოტაჟი ბუნებრივია, ზრდის ტემპი იქნებოდა უფრო მაღალი. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა დავუპირისპირდეთ საბოტაჟის ყველანაირ მცდელობას, მათ შორის უცხოური დაფინანსებით ეკონომიკური საბოტაჟის მცდელობას. აქ სახელმწიფო იქნება უკომპრომისო. სხვადასხვა მიმართულებით ჩვენ ხედავდით არაერთ ფაქტს გასული წლების განმავლობაში, როდესაც ხელოვნურად ცდილობდნენ ეკონომიკური პროექტებისთვის დაბრკოლებების შექმნას, ამას აღარ დაუშვებთ არც ერთ შემთხვევაში. იქნება ეს ენერგეტიკის მიმართულება, სხვა ტიპის ინვესტიციები, ყველა მიმართულებით, რაც სჭირდება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაკეთდება აბსოლუტურად ყველაფერი. ონლაინ მედიის საკითხს გავაგრძელებ, სააგენტო სამრები იხის ინვესტიციას აკრენებს. იგჰილსის თემაზე მიდეკითხოთ, მისი განშაულის კამპანია მილიარდიანი პროექტის განშაულის კამპანიაზე საუბარი ონლაინ მედია, რომელიც ინსტიტუტებიდან კონკრეტულად ფირმებში დაფინანსდება, საუბარია თის ამბებზე, აქტიურად ახორციელებს პროპაგანდას და ამ კამპანიის განშაულებას. თქვენი მხრიდან როგორ შეფასებთ? აქაც ჩანს სრული კოორდინაცია. ეს არის ერთი მხრივ კონკრეტული მედია საშუალებები, ერთხელიდან მართული მედია საშუალებები, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდება და კოორდინირებულად ეწევიან ეს ორგანიზაციები კონკრეტული საინვესტიციო პროექტის საწინააღმდეგო კამპანიას და ესენი არიან კონკრეტული პოლიტიკური ძალები, ხო, თქვენ იცით, რომელი პარტიებიც არიან ჩართული ამ კონკრეტული საინვესტიციო პროექტის საწინააღმდეგო კამპანიაში. ეს დააწყებინეს ლელოს, მერე გააგრძელებინეს ალტიფოს, პატრიოტ ალიანსს, ნაცმოძრაობა. ეს არის ძირითადად ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც უპირისპირდებიან ამ უპრეცედენტო ინვესტიციას და უნაკლო პროექტს, რომელიც საქართველოში უნდა განხორციელდეს. რა თქმა უნდა, ასეთი მარგინალური პოლიტიკური ძალები ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწევენ და ვერც ეს უცხოელი დონორები, ევროპელი ბიუროკრატები, რომლებიც აფინანსებენ საბოტაჟს საქართველოში, წარმატებას ვერ მიაღწევენ. საქართველოში განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის. ამის პირობას ვაძლევთ ქართულ საზოგადოებას. ტრამპის განცხადებაზე გითხავთ, მისი თქმით, ევროპა აგრძელებს რუსეთთან ვაჭრობას, უფრო მეტი ივაჭრა ევროპამ რუსეთთან, ვიდრე უკრაინას დახმარება აღმოუჩნდა რა შევაფასოთ. ასევე ამბობს, რომ ახლაც მიმდინარეობს ვაჭრობა და ახლაც რასაც ჩვენ ვამბობთ მთელი ამ წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური ადმინისტრაცია, ხო, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია. შესაბამისად დასტურდება ის, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით ჯერ კიდევ 2022 წლიდან. რეალურად სახეზეა ორმაგი სტანდარტები. ჩვენ გვედავებოდნენ სანქციების არ დაწესებას, გვედავებოდნენ იმას, რომ გვაქვს ძალიან შეზღუდულ ფარგლებში სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან. ამ დროს მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე აგრესიულები არიან ამ მიმართულებით, 4-ჯერ მეტ ღვინოს ყიდიან რუსეთის ფედერაციაში, ხმა, ლატვიას და ლიტვას, ხო? ასეთია ორმაგი სტანდარტები, რაც მოქმედებს. ასევე სხვა მიმართულებით, ბევრად უფრო აქტიური ვაჭრობა აქვთ ამ ქვეყნებს რუსეთთან, ვიდრე საქართველოს. შესაბამისად, მათი პრეტენზიები იყო აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული. რაც შეეხება ზოგადად ამ პროცესების განვითარებას, ნახოთ დაულოდოთ მოვლენებს. იმედი გვაქვს საბოლოოდ, რომ დამყარდება მშვიდობა ჩვენს რეგიონში, დამყარდება მშვიდობა უკრაინაში, რასაც აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმისათვის, რომ ევროპის კონტინენტზე გააგრძელდეს ეკონომიკური განვითარების პროცესი. ამ თემასთან დაკავშირებით მოხსენეთ შეფასებას, კაიაკალოსმა თქვა, რომ მათი მიზანი არის უკრაინის დახმარება და რუსეთის დამარცხება, რაც პრაქტიკულად იქნება გაგებული, რომ
უკრაინელების სიცოცხლით სურთ რუსეთის დამარცხება. ხშირად ისმოდა საუბრები ქართული ოცნების მხრიდან, რომ ამ მიმართულებით სურდათ საქართველოს გამოყენებაც. ახლა როდესაც მიმდინარეობს სამშვიდობო მოლაპარაკებები და პოტენციურად შედეგების არის მეტნაკლებად ცნობილი, როგორია კიდევ ერთხელ ის დამოკიდებულება, რასაც ხედავთ უკრაინის მიმართ, უკრაინელი ხალხის მიმართ არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი. ხედავდით, რომ კონკრეტულმა ძალებმა საზარბასთან ხორცად გამოიყენეს უკრაინა, ხო, ეს არის ის სურათი, რასაც ხედავთ. რაც შეეხება საქართველოს მიმართაც იყო ასეთი მცდელობა, თუმცა სწორედ ჩვენი უკომპრომისო დამოკიდებულების შედეგად და ბრძოლის შედეგად ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უარყოფითი სცენარის თავიდან აცილება, რაც ძალიან რთული იყო. ამას დაჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა და თქვენ ხედავდით რამხელა წნეხი იყო ჩვენს ქვეყანასა და რამხელა უსამართლობა იყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, სწორედ ამის გამო, რომ ჩვენ ვიბრძოდით ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის, რაც შევძელით ჩვენ, ის ვერ შეძლო სამწუხაროდ ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ, უკრაინამ, რაც არის სტრაიკული მოვლენა, თქვენ ხედავთ როგორია ჰუმანიტარული შედეგები ამ ომის, რამდენი უკრაინელია გასული ქვეყნიდან სხვადასხვა მიმართულებით, როგორია ადამიანური სხერფლი, რაც მოყვა ამ ომს, როგორია ეკონომიკური ზიანი, როგორია ინფრასტრუქტურული ზიანი, ქვეყანა მიიყვანეს განადგურებამდე, მოაწყოს რევოლუცია და აღარავინ აიღო პასუხისმგებლობა იმ მოვლენებზე, რომლებიც ამის შემდეგ განვითარდა. ეს არის ტრაგიკული მოვლენა, ჩვენ შევძელით ასეთი სცენარის თავიდან აცილება ჩვენს ქვეყანაში, რასაც დაჭირდა კიდევ ერთხელ ვიტყვი ძალიან დიდი ძალისხმევა, თუმცა მოდუნება დღესაც არ შეიძლება, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა იმისათვის, რომ ქვეყანა შევნარჩუნოთ მშვიდობა და გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესი.